ვალერიონი, ბელერიან, მეტსახელად შავი საშინელება The Black Dread, ჯორჯ მარტინის სამყაროში ტარგარიანთა დინასტიის ყველაზე დიდი, ძლიერი და ლეგენდარული დრაკონია. ის იყო ერთადერთი არსება, რომელმაც თვალით ნახა ძველი ვალერია მის განადგურებამდე და გადაურჩა ვალერიის დაცემას, როდესაც ეინარ ტარგარიენმა ის დრაკონის ქვაზე წამოიყვანა. ვალერიონი იყო ეიგონ დამპყრობლის მთავარი იარაღი ვესტეროსის დამორჩილებისას. მისი ზომები წარმოუდგენელი იყო, ამბობდნენ, რომ მისი ჩრდილი მთელ ქალაქებს აბნელებდა, ხოლო მისი ხბები იმდენად დიდი იყო, რომ შეეძლო მთლიანი ხარი გადაეხლაპა. მისი ქერცლი და ფრთები ქვანახშირივით შავი იყო, ხოლო მისი ცეცხლი ამავე ფერის, რომელსაც ფოლადისა და ქვის დადნობაც კი შეეძლო. სწორედ ვალერიონის ცეცხლით გამოჭედეს ვესტეროსის ძალაუფლების მთავარი სიმბოლო რკინის ტახტი. თავისი ხანგრძლივი სიცოცხლის განმავლობაში ვალერიონს რამდენიმე გამორჩეული მხედარი ჰყავდა. ეიგონე ის შემდეგ მასზე მეფე მეიგორ სასტიკი ამხედრდა, რომელმაც ვალერიონის დახმარებით აჯანყებების სისხლში ჩაახშო. მოგვიანებით მისი მხედარი გახდა პრინცესა აერია ტარგარიენი, რომელთან ერთადაც ვალერიონი ერთ წელზე მეტ ხანს გაუჩინარდა, სავარაუდოდ ვალერიის ნანგრევებში გაფრინდა, საიდანაც საშინლად დაჭრილი დაბრუნდა. მისი ბოლო მხედარი კი თავად ვიზერისა ტარგარიენი იყო, რეინირას მამა, თუმცა იმ დროისთვის დრაკონი უკვე დაბერებული და დასუსტებული იყო. ვალერიონი ვესტეროსის ისტორიაში ერთ-ერთი იმ მცირეოდენ დრაკონთაგანია, რომელიც ბრძოლაში კი არ მოკრულა, არამედ ღრმა სიბერით დაიღუპა, დაახლოებით 200 წლის ასაკში, მეფე ჯეიჰერის ეის რეჟიმის დროს. მისი უზარმაზარი თავის ქალა მოგვიანებით წითელ ციხესიმაგრეში ინახებოდა, როგორც ტარგარიენთა უძლევლობის მუდმივი შეხსენება.